სიტყვის თავისუფლება ბრიტანულად. არაფრად ფასობს ამ ქვეყანაში, არც მედიის თავისუფლება, არც სხვა ადამიანის ძირითადი უფლებები. ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში და ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოხატულება, ეს გადაწყვეტილება. როგორ იყენებს ლონდონის საკუთარ ბერკეტებს თბილისზე ზეწოლის გასაძლიერებლად. ტელეკომპანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 40% ენდობა. აი ზუსტად ამიტომ უნდა, რომ გააჩუმონ მართალი სიტყვა. რას ნიშნავს უცხო სახელმწიფოს მიერ ქართული მედიის დასჯა? პრეზიდენტი კონგრესში. ჩვენ მათგან ჯერ არ მოგვისმენია საკრალური სიტყვები. ჩვენ არასოდეს გვექნება ბირთვულიანი. ტრამპის საგარეო პრიორიტეტი ირანია და არა უკრაინა. რა ახალი რაკეტები აქვს ისლამურ რესპუბლიკას? მიუხედავად იმისა, რომ ირანი დიპლომატიის გზას ირჩევს, ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ, რათა პასუხი გავცეთ ნებისმიერ ქმედებას. დაარტყავს თუ არა ვაშინგტონი თეირანს. დედა, რომელმაც ახალშობილს ყელი გამოჭრა. ნახეს ეს ქალი გასირცლიანებული, თუმცა თავიდან ბავშვი ვერ შეამჩნიეს, შემდეგ უკვე ნახეს ჩაგდებული პარკში უმძიმე მდგომარეობაში. ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში მომხდარი შემზარავი ფაქტი. მოკვლის განზრახვით ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისაფრის საფრთხე დაზიანებები მიაყენა. გადარჩენის რა შანსი აქვს 3 დღის ბავშვს და რაელის 35 წლის ქალს? ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 25 თებერვალია, გიყვებით დღის მთავარ თემებსა და მოვლენებს საღამოშვიდობისა. ბოლო წლების ყველაზე შემაძრწუნებელი ისტორია დედა, რომელმაც ახალშობილს ყელი გამოსჭრა. ჩულს გატეხილი აქვს თავის ქალაც. 35 წლის საინტარმა ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა. დედამ საკუთარ შვილს სხეულზე არაერთი დაზიანება მიაყენა და გადასაგდებად პარკშიც გაახვია. როდესაც მედინას პერსონალმა კარი შეანგრია, ახლად ნამშობიარები ქალიც და შვილიც სისხლისგან იცლებოდნენ. 3 დღის ბავშვის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია. ის ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება უმკვლელი დედა კი, რომელსაც ჯერ წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობით დაისჯება. სისხლის სამართლის საქმე ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე აღძრული ჩულის მკვლელობის მცდელობა ბათუმის კლინიკაში 22 თებერვალს გამთენიისას მოხდა. რუსთავიორის ინფორმაციით ქალიც ბათუმელია, ქმარი გარდაცვლილი ყავს და ორსულობას მთელი 9 თვის განმავლობაში მალავდა თანამშრომლებს კი ეუბნებოდა, რომ წონაში მოიმატა. 35 წლის უმცროს მედას კიდევ 2 შვილი ყავს, უფროსით 11 წლისა, რაც შეეხება ახალშობილს. ექიმები მის სიცოცხლის გადასარჩენად ამ წუთებში იბრძვიან და არ არის გამორიცხული, რომ ბავშვს კიდევ დასჭირდეს არაერთი ოპერაცია. გამთენიისას 5 საათზე ექიმებმა კლინიკის საპირფარეშოს კარი შეამტვრიეს. ადგილზე უმძიმესი სურათი დახვდათ. 35 წლის სანიტარი, რამდენიმე წუთის ნამშობიარები, ახალშობილი კი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული. ახალშობილი ბიჭია, მას სხეულზე ჭრილობები აქვს, მათ შორის ყელის არეში. ჩვილს თავის ქალა აქვს გატეხილი. რა საგნით მიაყენა დედამ შვილს დაზიანებები, ამას ექსპერტიზა დაადგენს. როგორც ვიცით, ხალხი შევდა რეანიმაციაში, სადიმშობი არ ახმოვდა ვერ არის. სპიტალში იყო როგორც ვიცით. ეს უმძიმესი დანაშაული ბათუმში კლინიკა მედინაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით სანიტარი საპირფარეშოში იყო ჩაკეტილი. საავადმყოფოს თანამშრომლებმა 35 წლის ქალს კარის გაღება არაერთხელ მოსთხოვეს, თუმცა უშედეგოდ. დანაშაულის დეტალებზე კლინიკაში საუბარს თავს არიდებენ. სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა კურიერთან საუბრისას მხოლოდ ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. ჩვილი რეანიმაციაში რჩება. თავიდან ბავშვი ვერ შეამჩნიეს, შემდეგ უკვე ნახეს ჩაგდებული პარკში უმძიმე მდგომარეობაში ყოფია ახალშობილი, წონით დაახლოებით 2500 გრამი. საგრძნობლად გაუმჯობესდა ბავშვის მდგომარეობა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც მისი საერთო მდგომარეობა არის მძიმე. გუშინდელი ოპერაციით ჩვენ თავიდან ავიცილეთ მეორადი ინფექცია და ინფექციურ-სეპტიური გართულებები. ახალშობილის დედა პოლიციამ იმავე დღეს კლინიკაშივე დააკავა. სამართალდამცველებმა ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. დანიშნულია ექსპერტიზა. 35 წლის სანიტარი ახალშობილის შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა ბრალდებული. ადვოკატს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალების გასაჯაროვება არ სურს. ჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებ ვერაფერზე. ისე უკრავებულის ინტერესებიდან გამომდინარე და გამოძიების
ინტერესებიდან გამომდინარე. პროკურატურის შუამდგომლობით 35 წლის ქალი სასამართლომ ორთვიან პატიმრობაში დატოვა. 21 აპრილს წინა სასამართლოს ხდომაა დანიშნული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც მოკვლის განზრახვით ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენების პოლიეთილენის პარკში მოათავსა. დედას, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით ახალშობილის შვილის მკვლელობას სცადა 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. აქტივების გაყინვა, ფინანსური მომსახურების აკრძალვა, დირექტორის დისკვალიფიკაცია ასე ისჯება ბრიტანულად სიტყვის თავისუფლება ორ ქართულმა უწყებელს, რომელსაც უკრაინის დესტაბილიზაცია, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხის შექმნაც კი დაბრალდა, ბრიტანეთთან დაკავშირებული ბანკები ვეღარ მოემსახურებიან. რაც ნიშნავს უცხო სახელმწიფოს მიერ ქართული მედიის დასჯა, გარდა იმისა, რომ ამით გაერთიანებული სამეფო ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა და ხელს უშლის მაღალრეიტინგული ტელევიზიის გამართულ მუშაობას, ეს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, რაც დემოკრატიული სტანდარტების პირდაპირი დარღვევა. ეს არის ძალის დემონსტრირებაც, ასე ხდება მაშინ, როდესაც უკრაინის საკითხით манипуლირება და სხვა ქვეყანაზე პოლიტიკური შანტაჟი ევროკრატიამ საკუთარი დღის წესრი გადააქცია. უკვე ფაქტია, რომ ლონდონი საკუთარ ბერკეტებს თბილისზე ზეწოლის გასაძლიერებლად იყენებს და სჯის ყველას, ვინც არ იზიარებს იმ პოლიტიკური ელიტის ნარატივს, რომელმაც ვერც რუსეთის საფრთხე გაანეიტრალა, არც უკრაინას მისცა საკმარისი თავდაცვის საშუალება და დღეს ორ ქართულ ტელეკომპანიას აბრალებს რუსული გავლენების გაძლიერებას. რუსი ოლიგარქების ფული და უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიციები ლონდონი რუსების ფინანსური ცენტრი გახდა. სავაჭრო კავშირები პუტინის რუსეთთან გაერთიანებულ სამეფოს არც რუსეთ საქართველოს ომების და არც ყირიმის ანექსიის შემდეგ შეუწყვეტია, თუმცა დღეს ლონდონი აცხადებს, რომ რუსული სამხედრო მანქანის გაძლიერება საქართველოს ბრალია. ფუჭად გაისრულეს ტყვია. ფუჭად გასროლილი ტყვია პრემიერ-მინისტრისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობის ის გადაწყვეტილებაა, რომლითაც ლონდონი თავს თავისუფალ მედიას დაესხა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ იმედთან და პოსტივისთან თანამშრომლობა ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა განაგრძოს. ხელისუფლება კი თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს მედიის თავისუფლების დასაცავად. ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში და ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოხატულება ის გადაწყვეტილებაც, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, საქართველოს ხელისუფლება მიიღებს უკლებლივ ყველა ზომას იმისათვის, რომ დაცული იყოს ტელეკომპანია იმედის და ტელეკომპანია პოსტივის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ისევე როგორც 2007 წლის მერე მართალია 5 წელი დაჭირდა ტელეკომპანია იმედისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების აღდგენას, მაგრამ საბოლოო ჯამში 5 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო ამ უფლების აღდგენა ტელეკომპანია იმედისთვის. ახლა არ დაგჭირდება 5 წელი, დაგჭირდება მაქსიმუმ 5 დღე. ყველა სახელმწიფო კომპანია და არასახელმწიფო კომპანიამაც უნდა გააგრძელოს ბუნებრივია ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა. ყველაფერი გაკეთება იმისათვის, რომ ერთი მხრივ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება იყოს დაცული, მეორე მხრივ დაცული იყოს მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება. სააკაშვილისა და გახარიას გუნდებში გუშინ ირწმუნებოდნენ, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება კონკრეტულ შედეგებს მოიტანდა. დღეს კი მხოლოდ იმედი გამოთქვეს, რომ ლონდონს ქართული ტელეკომპანიების წინააღმდეგ არგუმენტი მაინც ექნება. ოპოზიციის ნაწილს არც ის მოსწონს, რომ კომპანიები და ორგანიზაციები ტელევიზიებთან თანამშრომლობას არ წყვეტენ. ყოველდღიურად აზიანებენ ჩვენს ქვეყანას, ამიტომაც იძახიან ესეც განცხადებებს. გონია რომ ბრიტანეთმა ეს გადაწყვეტილება სწორედ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო. საქართველოზე პოლიტიკური შანტაჟის მორიგ მცდელობად შეაფასა ოპოზიციის მეორე ნაწილმა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს შეფასებით ოლიგარქიულმა ოჯახებმა საქართველოსა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ამჯერად დიდი ბრიტანეთის ხელით გაილაშქრეს. Deep State-მა და ოლიგარქიულმა ოჯახებმა ამ შემთხვევაში წინა პლანზე წამოწიეს ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც სრულად მათ დღის წესრიგს ექვემდებარება, მათი კარნახით მოქმედებს. საბედნიეროდ ამ ძალებს საქართველოში ხელისუფლებაში აღარ ყავთ აგენტურული ჯგუფები, ამ მორიგ შანტაჟის მცდელობას ვერ ექნება გავლენა, არც პოსტივი, არც იმედი არ გადავა BBC სტანდარტზე, რომელიც დაკავებული არის fake სიუჟეტების შექმნით და გავრცელებით. მიზეზი არის ჰიბრიდული ომი, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ლიბერალ გლობალისტური ეგრეთ წოდებული ნარატივი, რომელსაც ჩვენ არ მივყვებით. ის რომ შედეგს არ მოიტანს და ეს უფრო პროპაგანდისტული ნაბიჯია, ფაქტია, იმიტომ რომ ხა თვითონაც კარგად იციან, რომ ხა ამას განსაკუთრებული არაფერი არ მოყვება.
ბრიტანეთის საელჩოსგან განმარტებები თავად ტელეკომპანია იმედმაც მოითხოვა და დიპლომატიურ უწყებას წერილობით მიმართა. საელჩოს ტელევიზიისთვის პასუხი ჯერ არ გაუწია. იმედმა კი გაავრცელა ინფორმაცია და კადრები, რომ დილიდან ბრიტანეთის საელჩოში NGO-ების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრის შინაარსზე უჩანანუაშვილმა საუბარი არ ისურვა. საელჩოსთან მყოფმა გახარიას გუნდის წევრმა კი თქვა, რომ ის არა ბრიტანეთის, არამედ საფრანგეთის საელჩოში იყო მისული. პოლიტიკას არ ეხება. 105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება. მართულ გუნდში ითქვა ისიც, რომ ლონდონის გადაწყვეტილება არის თავდასხმა თავისუფალ ქართულ მედიაზე და ჰიბრიდული ომის ტაქტიკა. დამოუკიდებელი მედიის, დამოუკიდებელი სიტყვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერ ქვეყანაში. Deep State-ის განაყოფის დიდი ბრიტანეთის მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გაუხარდა მათ ემისრებს საქართველოში კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით, მაგრამ ასევე იმედი გაუცრუდათ, რადგან ეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მედიის თავისუფლების დარღვევაა და ეს რეალურად ვერავითარ შედეგს ვერ წარმოაჩენს. რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა და უნდა შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას იმისთვის, რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა. ბრიტანეთში თავსაფარებს კეზერაშვილი, ფორმულას პატრონი და ხაზარაძე, TV პირველის პატრონი და დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტულ დეზინფორმაციული ტელეკომპანიის პარტიული მედიის მფლობელები უზის თავისთან. თუ კი ვისაუბრეთ ტელეკომპანია იმედზე, არის ტელეკომპანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 40% ენდობა. აი ზუსტად ამიტომ უნდათ, რომ გააჩუმონ მართალი სიტყვა. თბილისში თავისუფალ მედიაზე თავდასხმად შეფასებული გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გუშინ მიიღო. ლონდონი მარტო არ არის თბილისის წინააღმდეგ ახალი ტალღა ბრიუსელმაც ააგორა. ელჩი პაվել ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები შეამცირა, ხოლო საქართველომ გაზარდა. ფაქტია, რომ საქართველო ევროკავშირში არ არის და ჯერ მოლაპარაკებაც კი არ გაუხსნია. ისიც ფაქტია, რომ რაც არ უნდა ივაჭროს საქართველომ რუსეთთან, მოსკოვი იმაზე მეც ვერასდროს მიიღებს თბილისისგან, რაც ომის პირობებშიც კი მიიღო ევროკავშირისგან. რუსებისათვის ვიზების არ მიცემა ან რუსეთში რეისების გაუქმება უკრაინას ბევრს ვერაფრით ეხმარება. ომის დაწყების შემდეგ მხოლოდ 2022-25 წლებში მხოლოდ რუსულ ენერგომატარებლებში ევროპის ქვეყნებს 215 მილიარდი ევრო აქვთ გადახდილი და ეს ბევრად ნაკლებია ვიდრე უკრაინის დახმარება. რუსული გაზის იმპორტზე ბოლომდე უარი დღემდე არ უთქვამთ საფრანგეთს, ესპანეთს, ნიდერლანდებს და ბელგიას. ანალიტიკური ცენტრების დათვლებით რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობებს 2026 წელსაც 2200 საერთაშორისო კომპანია აწარმოებს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი სწორედ ევროპის ქვეყნებიდანაა. თავად გერმანულმა მედიამ კერძო Deutsche Welle-მ გამოიძია, რომ რუსულ კამიკაძე დრონებში და რადარებში გერმანული ჩიპები და სხვა დეტალებია. რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ნელ-ნელა შემცირებას ევროპის ქვეყნების საკუთარი საჭიროებებით ხსნიან, მაშინ როდესაც ბრიუსელი იგნორირებას უკეთებს რისკებს და საფრთხეს, რომელიც საქართველოს მეზობელი ქვეყნიდან ემუქრება და რომელსაც დასავლელი პარტნიორებისგან არანაირი სამხედრო ქოლგა არ აქვს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 4 წლის თავზე ევროპელი ლიდერები რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. საქართველოში ევროკავშირის ელჩი კი თბილისს რუსეთთან ვაჭრობის გამო აკრიტიკებს. მოსკოვთან თავად ბრიუსელიც ვაჭრობს, თუმცა პაվել ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან ვაჭრობა შეამცირა, საქართველომ კი გაზარდა. ჩვენ ევროკავშირმა ჩვენი ეკონომიკებისთვის დიდი ფასის გადახდის სანაცვლოდ გადავწყვიტეთ, შევამციროთ რუსეთთან ვაჭრობაზე დამოკიდებულება მაშინ, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობა ბოლო წლებში სწრაფად იზრდება. რატომ ითხოვს ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკის დაზიანებას მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთთან აქტიურად ვაჭრობენ? კითხვას სვამენ სახელმწიფო გუნდში. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ელჩის განცხადებას უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე იყო. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოკუპაციის პირობებში ხელისუფლების ვალდებულება არასხვისი პოლიტიკური დღის წესრიგის შესრულება, არამედ საკუთარი სახელმწიფოს გადარჩენა, სტაბილურობის შენარჩუნება და მოსახლეობის დაცვაა. სპიკერის თქმით, პაվել ჰერჩინსკის მოწოდება ამ ობიექტური რეალობის იგნორირებაზე მეტყველებს. სამარცხვინო განცხადება აბსოლუტურად ევროკავშირის ელჩის, თავად იცით, სულ ახლახან რამდენიმე კვირის წინ თავად გამოაქვეყნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო თუ პრემიერ-მინისტრი, რომ
ევროკავშირმა რუსეთს ბოლო 4 წლის გამო უფრო მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას. და ეხლა გამოდის ევროკავშირის ელჩი და ბედავს, რომ ქართველებს, რომელსაც ჩვენი გაგვჭირვებია, ჩვენი გამოწვევებია, დგას ეხლა და ცხვიაბზევებული გვეუბნება, რომ რუსი ტურისტი არ შემოუშვა, დამშეული იყავი, ღვინო არ გაყიდო, ვინ ეკითხება ევროკავშირის ეცვა გველაპარაკება ამ ტონით. აბა შეწყვიტონ თვითონ რუსეთის დაფინანსება და გვერდში ედგა ბალტიის ერთ-ერთი ქვეყნის ეჯდა, რა ქვია, ელჩი იმ ღონისძიებაზე, რომელსაც ჩვენზე მეტი ღვინო გაქვს რუსეთში. აი ესეთ ფარისევლობაა დღეს ევროკავშირი. მმართველი გუნდი შვედეთთან ერთად მიუთითებს ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებზეც, პირველ რიგში სწორედ ბალტიისპირეთზე, რომელიც რუსეთთან სპირტიანი სასმელებით აქტიურად ვაჭრობს. ჟურნალისტური გამოძიებით კი ირკვევა, რომ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის კომპანიები სანქციების გვერდის ავლით ფარულად ამარაგებდნენ რუსულ ტანკერებს. ამის მიუხედავად ქართული ოცნების ოპონენტებისთვის ევროკავშირის ეკონომიკური სტრატეგია უფრო მისაღებია ვიდრე საქართველოსი. ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები ცდილობენ, რომ შეამცირონ ვაჭრობა რუსეთთან. ზოგადად ვაჭრობა აკრძალული კი არ არის. აკრძალული და უკანონო არის სანქციების გვერდის აულაში დახმარება. ევროკავშირში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ შემცირდეს რუსეთთან ურთიერთობები, შემცირდეს დამოკიდებულება რუსეთის ბაზართან. ქვეყანას ხვების გეოპოლიტიკური გათვლების იმედად ვერ იქნება, როდესაც საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ეხება. აცხადებენ სახელმწიფო პარტიაში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ რუსეთთან ვაჭრობის წილით საქართველოს შედარება ევროკავშირთან არარელევანტურია. როდესაც საქართველოს ეხება საქმე, რომელსაც მიზერი აქვს ეკონომიკური ურთიერთობა, იმასთან შედარებით, რაც ევროპას დღესაც გააჩნია ამ შემცირების მიუხედავად, რასაკვირველი აქ უნდა ვიგულისხმოთ, რომ პოლიტიკური მიკერძოებას აქვს ადგილი. საქართველოს აქვს ეკონომიკური ურთიერთობა იმ ფარგლებში, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. არც ევროკავშირის ეკონომიკური უსაფრთხოება იცავს რამენაერად და არც რაიმე სხვა სამხედრო უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ არის. ასეთ პირობებში საქართველოს მიმართ მოთხოვნა, რომ რუსეთთან დაძაბულობის ახალი კერების შექმნა და ესკალაცია მოახდინოს აი ამ დაძაბულობას, არის უპირველეს ყოვლისა მე ვიტყოდი ამორალური. ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა დღეს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ეფუძნება დღეს ხელისუფლების მიდგომა. მიუთითა ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზეც. ერთ-ერთი თავარი იმპორტიორი რუსული პროდუქტის არის ევროკავშირი. ახსოვს თუ არ ვცდები, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელიც აცხადებდა იმას, რომ მილიარდებით დააფინანსა ევროკავშირმა იმპორტის ხარჯზე რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში. ახლა ასეთ დროს ჩვენ წინააღმდეგ განცხადებების კეთება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უადგილოა, ხო? ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები. რუსეთთან ვაჭრობის გამო საქართველოს ევროკავშირის ელჩმა იმ ღონისძიებაზე გააკრიტიკა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 4 წლის თავს ეძღვნებოდა. ევროკავშირის ელჩის განცხადებას წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის დიპლომატიური მისიების მოწოდება, რომელიც ფაქტობრივად ესკალაციის გაღვივება. 4 წელი გაუძლო საქართველოს ზეწოლას, თუმცა 4 წლის შემდეგაც ევროპელმა ბიუროკრატებმა ისევ დაიწყეს საუბარი, რომ საქართველოს სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთის ფედერაციას. ნაკლებად აინტერესებთ რა მოხდება ამ ნაბიჯით ქვეყნისთვის, სადაც საოკუპაციო ჯარი ცენტრალური ავტომაგისტრალიდან 500 მეტრში დგას. მთელი 4 წლის განმავლობაში უკრაინის ომის პირობებში ქართული ოპოზიციაც კი ვერ აცხადებდა, რომ საქართველოს ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს, რადგან რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ესკალაციის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმეტესობაა. ოცნება აცხადებს, რომ ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს, არც ერთ ისეთ ნაბიჯს არ გადადგავს, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მე მგონი სიმართლის ელექსირი ქონა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ილაპარაკეს, რაც 4 წელია არასდროს არ უთქვამს. უცხოელი დიპლომატებისგან განსხვავებით, ქართული ოცნება ბოლო 4 წლის განმავლობაში აქტიურად საუბრობდა ლონდონის, ბერლინის, პარიზის თუ ევროკავშირის სხვა დედაქალაქების ფარულს რახვებსა და თბილისის დამორჩილების მცდელობაზე, რასაც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოყოლოდა. თუმცა მოპასუხე მხარემ დუმილი მხოლოდ ახლა, უკრაინის ომის 4 წლის თავზე დაარღვია. პირველი ინგლისელი ელჩის მოწოდება იყო საქართველოს მისამართით ევროპულ სანქციებთან მიერთების შესახებ, რაც მალევე გერმანელმა და ფრანგმა დიპლომატებმაც გაიზიარეს. სამი ქვეყნის ერთობლივი განცხადება და რუსეთისთვის შეზღუდვების დაწესების მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისთვის მორიგი დასტურია, რომ თბილისს ისევ მოსკოვთან დაპირისპირებისკენ უბიძგებენ.
თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნიშნავს საქართველოს ჩათრევას რუსეთთან ესკალაციაში, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ომს, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ისეთ ომს, სადაც არც ბრიტანელი, არც გერმანელი, არც ფრანგი და არავინ საერთოდ არავინ ერთი ჯარისკაცი არ ჩამოვაქვს ჩვენთან გვერდზე საომრად, შეგვატოვებენ მარტო. თუ რამის თავი აქვთ, აგერ იციან სადაა ფრონტის ხაზი. თუ უნდა რუკას ჩაუგდებს, ადგადი ზუსტად ფრონტის ხაზი, ბრიტანეთის, გერმანიის ჩასვან ხა თავის ჯარისკაცები, გაუშვან იქ სანგრებში და იომონ. ომის საფრთხეს ვერ ხედავენ ოპოზიციაში, ვერც იმას პროგნოზირებენ, რას მიიღებს მეზობელ სახელმწიფოებთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე დამოკიდებული საქართველო რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში. სამაგიეროდ თამამად უდასტურებენ ერთგულებას ლონდონს, პარიზს თუ ბერლინს, რომელთა მუდმივი კრიტიკაც მათივე ქვეყნის მიმართ ოპოზიციისთვის მუდამ სამართლიანია. ოცნება ყველაფერს იმსახურებს, რასაც იღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან. რა საფრთხეზე უნდა ვისაუბროთ? საქართველოს არავინ არაფერს არ ავალდებულებს. არავინ დედამიწის ზურგზე ქართულ ოცნებას არ სთხოვს იმას, რომ გახსნას მეორე ფრონტი. ეს არის ტყვილი და ეს არის ცილისწამება. ქართულ ოცნებას თხოვენ იმას, რომ არ დაეხმაროს რუსეთს სანქციების გვერდის ავლა. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ დასავლეთის ქვეყნების რეალური მოთხოვნა ეკონომიკური დაპირისპირება რუსეთთან, რაც გარდაულად ესკალაციის წინაპირობაც გახდება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით თბილისი კიდევ ერთხელ მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველომ არ გადადგა და არც მომავალში გადადგამს ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას დააზიანებს. სამხედრო დაპირისპირებისაკენაც მოწოდება იყო ინტენსიური და არა მარტო მოწოდება, არამედ ყველა სასჯელი, რაც მოიფიქრეს საქართველოს მიმართ, სწორედ იქიდან გამომდინარეობდა, რომ საქართველოს მთავრობამ არ გადადგა ის ნაბიჯები, რომელიც აუცილებლად შეუქმნიდა რუსეთს პრობლემებს, მაგრამ საქართველოს სრულ განადგურებას განაპირობებდა. საუბრობენ, რომ ჩვენ აუცილებელია თითქოს ისევე უნდა დავაზიანოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, როგორც მათ დააზიანეს. საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანაში გატრიალდება ის უბედურება, რომელზედაც შემდეგ ხელის მოწყობას შეეცდებიან გარკვეული ძალები. ორმაგი სტანდარტი და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული ინტერესი. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ელჩების მოწოდება გაგრძელებაა ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის, რომლითაც ბრიუსელის ბიუროკრატია თბილისისგან სანქციების დაწესებას ითხოვდა. ირაკლი კობახიძეს ამ თემაზე შეკითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. კულუარებში ითხოვდნენ სანქციების დაწესებას ჩვენგან, მაგრამ საჯაროდ ერიდებოდნენ ამაზე საუბარს. ეხლა გადაწყვეტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია. ჯერ იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომლითაც ღიად მოგვიწოდეს ჩვენ სანქციების დაწესებისკენ და ახლა არის უკვე ელჩების განცხადებები. მე მინდა შეგახსენოთ, რომ არის ქვეყნები, რომლებსაც ისინი აცხადებენ პროდასავლურად, ანტირუსულად ასე შემდეგ და ამ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასევე არ დაუწესებიათ არავითარი სანქციები, არც ერთხელ არავის მოუთხოვია სანქციების დაწესება. აქედან ჩანს მარტივად ორმაგი სტანდარტი. გაერთიანებული სამეფოს ელჩმა თბილისის მხრიდან მოსკოვისთვის სანქციების დაწესების მნიშვნელობაზე ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ერთობლივი კონფერენციის შემდეგ ისაუბრა. პრეზიდენტი კონგრესში ტრამპის საგარეო პრიორიტეტი ირანია და არა უკრაინა. 2 საათიანი გამოსვლის დროს დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომს მხოლოდ 26 წამი დაუთმო. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას კი ყველაზე მეტი ირანის რეჟიმზე ილაპარაკა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანს მსოფლიოში ტერორის ნომერ 1 სპონსორს უწოდებს, თუმცა არ აკონკრეტებს დაარტყავს თუ არა თეირანს. ტრამპმა ისლამური რესპუბლიკის ახალ რაკეტებზეც ისაუბრა, დაიწყება თუ არა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის მორიგის სამხედრო ოპერაცია. ყველა ელოდება ტრამპის ულტიმატუმის ამოწურვას. ფაქტი ერთია, ირანის ირგვლივ ამერიკული სამხედრო არმადა ყოველდღიურად იზრდება და თუ თეირანი უარს არ იტყვის ბირთვულ პროგრამაზე, მისი მიმართულებით შესაძლოა ტრამპის ბრძანებით ასობით ტომაჰავკის ტიპის რაკეტა გაფრინდეს. ჩვენ მათგან ჯერ არ მოგვისმენია საკრალური სიტყვები. ჩვენ არასოდეს გვექნება ბირთვული იარაღი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესის ტრიბუნიდან ირანი ატომური იარაღის პროგრამის აღდგენის მცდელობაში ღიად დაადანაშაულა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს საკუთარ ბირთვულ ამბიციებზე უარი არც მას შემდეგი უთქვამს, რაც გასული წლის ივნისში ამერიკულმა ავიაციამ ქვეყნის სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებზე წერტილოვანი გამაფრთხილებელი დარტყმები განახორციელა. ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების პოლიტიკა იყო, რომ არასოდეს მიეცა ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების
ხელისუფლება. მათ უკვე შექმნეს რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ დაემუქრონ ევროპასა და ჩვენს ბაზებს საზღვარგარეთ. და ახლა მუშაობენ ისეთი რაკეტების შექმნაზე, რომლებიც მალე ამერიკის შეერთებულ შტატებამდეც მოაღწევს. ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ერთი რამ ცხადია, მე არასოდეს მივცემ უფლებას მსოფლიოში ტერორის ნომერ 1 სპონსორს, ფლობდეს ბირთვულ იარაღს. ამის დაშვება არ შეიძლება. ვაშინგტონის ბრალდებებს პასუხობს ოფიციალური თეირანი. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონია და არც მისი შექმნა უცდია. ქვეყანაში მოქმედი ატომური ენერგიის ობიექტები კი მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ამასთან თეირანი აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან დარტყმების შემთხვევაში ქვეყანა გაეროს წესდებით გარანტირებულ თავდაცვის უფლებას გამოიყენებს. ჩვენი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების სასტიკი სანქციების გაუქმებისა და ბირთვული საკითხის შესახებ ნათელია. ჩვენ კარგად ვიცნობთ ამერიკული მხარის შეხედულებებსაც. თუ მოლაპარაკებებისას ორივე მხარე კეთილნებას გამოიჩენს, შედეგის იმედი შეიძლება გვქონდეს. ამჟამად პოზიციების გაცვლის ეტაპზე ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გავმართავთ. როდესაც ჩვენი დიპლომატები მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, ჩვენი სამხედრო ძალები რა თქმა უნდა გაცილებით ფხიზლად იქნებიან. ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიმდინარე ესკალაციის ფონზე ჟენევაში გაეროს განიარაღების კონფერენციაზე დიპლომატებმა ბირთვული განიარაღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა სხდომაზე აღიარა, რომ წლებია ამ ფორუმის ფუნქციონირებას ხელშესახების შედეგები არ ჰქონია. ბირთვული შეიარაღების კონტროლმა საკუთარი ეფექტიანობა დაამტკიცა, მან თავიდან აგვაცილა კატასტროფა. ხელი შეუწყო სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბება, შეაჩერა შეიარაღების რბოლა და მნიშვნელოვნად შეამცირა არსენალები. სამომავლოდ ჩვენ გვესაჭიროება საერთაშორისო უსაფრთხოების განახლებული არქიტექტურის შექმნა, რომელიც დაეფუძნება საერთაშორისო ვითარების ფხიზელ ანალიზს და დაეყრდნობა როგორც თანამშრომლობის სარგებლიანობას, ისე ესკალაციის რისკების გააზრებას. ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი სამხედრო კონტინგენტი გადაისროლა, რაც მედიის ინფორმაციით სავარაუდოდ ირანზე დარტყმებისთვის მზადებას უკავშირდება. სამხედრო ძალის დემონსტრირების პარალელურად ვაშინგტონი თეირანთან ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს. მხარეებს შორის მორიგი დიპლომატიური რაუნდი ხვალ ჟენევაში გაიმართება. ათლარიან პროდუქტზე 53%-იანი ფასნამატი ქსელური მარკეტების სააგრძალოა სადისტრიბუციო კომპანიებს, რომ სხვა მაღაზიებს სხვა ფასში მიაწოდონ პროდუქცია და ნავაჭრის ხშირად 3 თვის დაგვიანებით ჩაარიცხვა. ამ და სხვა პრობლემებზე სადისტრიბუციო კომპანიები პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებს ესაუბრნენ. ითქვა ისიც, რომ დღეს ქართულ ბაზარზე თამაშის წესებს ქსელური მარკეტები აწესებენ და პროდუქტის მიწოდების ჯაჭვში სხვა აქტორებს ფასების კორექტირებისთვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ. პარლამენტის კომისია მუშაობას აპრილის ბოლომდე დაასრულებს, თუმცა დეპუტატებმა უკვე გამოკვეთეს ის მთავარი პრობლემები, რის გამოც ფასები გაორმაგებულია. არც წარმოქმნის ჯაჭვი, როგორც მოგეხსენებათ, სამსაფეხურიანი არიან წარმოებლები, იმპორტიორ დისტრიბუტორები და საცალო ქსელის ოპერატორები. პირველი ეტაპი გავლილია. საპარლამენტო კომისიამ უკვე დაასრულა ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრები. დღეს სასურსათო პროდუქციის ფასების შემსწავლელი კომისიის წევრებმა დისტრიბუტორებისა და იმპორტიორების წინაშე არსებული პრობლემები მოისმინეს. პირველი ამომავალი საკითხი ვფიქრობ, რომ არის ეს კეშბექის თემა. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრებულო პირობები გავალდებულებს, რომ ჩვენ გაყიდულ პროდუქციაზე კეშბექი დაუბრუნოთ რიტეილს. ეს კეშბექი ყველაზე კარგ შემთხვევაში იწყება 20%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე. როგორ მუშაობს კეშბექი? ამიხსენით. აი, მოგაქვთ პროდუქტი. დიახ, მე რომ თქვენ მოგაწოდეთ 10 ლარად. 10 ლარი არის თქვენი ფასი პროდუქტის? ჩემი ფასი თუ არის 10 ლარი. დიახ. და შედის რომ 50% არის კეშბექი. ხო ასე არის. გავყიდე მე ეს პროდუქტი. 10 ლარად გავყიდე. 10 ლარად თუ 12 ლარად მნიშვნელობა არ არის. ეს პროდუქტი გაიყიდა და თქვენ გიბრუნებთ უკან 10 ლარს და თქვენ უკან მიბრუნებთ 5 ლარს. კი ბატონო. ესე იგი თქვენი პროდუქციის თვითღირებულება არის 5 ლარი. კი ბატონო. ასე არის. ეხლა კითხვა მაქვს. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი აღარ არსებობს კეშბექი, ამ შემთხვევაში თქვენი პროდუქციის ღირებულება იქნება 5 ლარი. კი ბატონო. კომისიის ხდომაზე მონაწილეებს შორის ის დისტრიბუტორებიც იყვნენ, რომლებსაც კონკრეტული პროდუქცია საქართველოში ექსკლუზიურად შემოაქვთ. დეპუტატები დაინტერესდნენ, რამდენად უქმნის საფრთხეს ეს ვითარება კონკურენტული გარემოს შექმნას. კონკურენციაში, შესაძაც გვაქვს ბევრი ექსკლუზივი, ზუსტად გამორიცხავს ჩემი აზრით ჯანსაღ კონკურენციას. აი მაგალითად თქვენ ახსენეთ, რომ ოლეინაზე გვაქვს თითქმის ექსკლუზივი. ეგ რას ნიშნავს? ანუ
სხვა დისტრიბუტორებმა რომ მოინდომონ, რომ დაუკავშირდნენ ონლაინას, ეთქვენ, რომ არა, იქ ყავს უკვე დისტრიბუტორი ექსკლუზივი და შესაბამისად არ მიცემენ საშუალებას. მე ვერ გეტყვით, სხვას არ შემოაქვს, მე ვერ გეტყვით ჩვენი მომწოდებელი სხვას მიყიდეს თუ არა. ამის შესახებ დღეს არ არის ეს, მარტო დღესდღეობით შემოგვაქვს ჩვენ. ჩვენ ახლა რასაც საუბარი იყო, აი მოგეხმარეთ მაგაში ეს ჩავხსენთ, ჩასახსნელი და უნდა ჩავხსნათ რაღაცები. აი ჩავხსენთ, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს თქვენთვის, რომ თქვენ ამას ფასს მოუკლეთ. ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება მოუკლოთ ფასს და შეიძლება პირიქით ეს თანხა გადაისროლოთ ახალი პროდუქციის შემოტანაზე, ან ასორტიმენტის გაფართოებასთან და მეტი პროდუქციის შემოტანაზე. ფინანსური რესურსების გამოთავისუფლებით ხარჯების შემცირდება. აქამდეაც გამოთავისუფლდა, მაგრამ სხვაგან წავიდა, გაზდაში წავიდა. გამოიწვევს, ამან შეიძლება გამოიწვიოს მიწოდების მრუდის მარჯვნივ გადაწევა, რაც კონკურენციის პირობებში გამოიწვევს ფასების შემცირებას. ვინ აწესებს პირობებს პროდუქციის მიწოდება გასაღების ჯაჭვში და რა როლი აქვს ქსელურ მარკეტებს ფასების რეგულირებაში? დისტრიბუტორებმა და იმპორტიორებმა თქვეს, რომ ამა თუ იმ პროდუქტის სიძვირეს მნიშვნელოვნად განაპირობებს ის თამაშის წესები, რომლებსაც მსხვილი ქსელური მარკეტები აწესებენ. ღია ეკონომიკაში ბაზარი არეგულირებს ფასებს. მაგრამ თუ ეს ბაზარი 70-75% დაპყრობილია ბოში ეს ბაზრის მიერ დარეგულირებული ფასები, ბაზრის მიერ დარეგულირებული ფასებია თუ რეალურად ვისაც 70% დაპყრობილია ეს ბაზარი. რა თქმა უნდა, აი ამ ჯგუფს რომელსაც აქ ეს დაპყრობილი, აქ მეტი საშუალება რომ ანუ ბაზარი კი არ განახავს თუ ესე იგი ფასებს, ანუ ეს დაპყრობილი კომპანია, ქსელები თუ რაც დავარქვათ, ესენი რეალურად არეგულირებენ ფასებს. რამ განაპირობა ფასების გაძვირება, განაპირობა ის, რომ ქსელებს აქ ეს გადასახადები, ასე რომ ვთქვათ, დაწესებული, უამრავი სხვადასხვა სახის გადასახადი, შესვლის, გახსნის, დაბადების დღის და ასე შემდეგ, აქ გამოიკვეთა ორი ძირითადი პრობლემა. ერთი ეს არის cashback-ი, რასაც უწოდებთ cashback-ს და მეორე ეს არის გადახდის პირობა. რაც შეეხება გადახდის პირობას, გადახდის პირობები ჩვენ შემთხვევაში ეს არის 60 დღიდან 80 დღემდე, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს 100 დღე, 120 დღე. სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასწარმოქმნის შესახებ საპარლამენტო განხილვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე გამოიკვეთა კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების საჭიროება. 100 ზემოთ რაც არის ეს დეილი ჯგუფი, ორი ნაბიჯი, აი ესეთი დიდი ქსელები, რომლებიც მუშაობენ გადაკეტვებზე უბნების, მე მათთან შეხება არ მაქვს, იმიტომ რომ ეგეთი ჩემთვის არიან ჩემი დამღუპველები. კანონი უნდა შემოვიდეს მესამე პირის სახით სახელმწიფო უნდა ჩაერთოს აუცილებლად. როდესაც დიდი ქსელი გაქვს და თვეში ბრუნვა გაქვს 100 მილიონი და გადასახდელი მომწოდებელთან გადასახდელი აქედან გაქვს 80 მილიონი და უნდა აკეთებდი ამას 45 დღის განმავლობაში პროდუქციის მიღებდა ერთი დღით რო გადაწიეთ, ხო, უკვე 2.5 მილიონი გადაგითავისუფლდათ და 10 დღით რო გადაწიეთ 25 მილიონი ხო და იმ თანხით ხდება შემდეგ ექსპანსია, გაფართოება, გაზრდა და ამაზეა საუბარი. ამან დაამძიმა ბაზარი, სექტორი დაამძიმა ჯაჭვში ის კომპანიები, რომელიც არიან ქვემოთ, მეორე და მესამე რგოლი და რაც უფრო დამძიმდა, ვისაც მეტი რესურსი ქონდა, გადარჩება, ვისაც არ აქვს რესურსი, ეს იწვევს ამ გაძვირებას და ამ პროცესს. აი სპირალი არის, ასე რომ ვთქვა და ჩვენი მიზანი არის, რომ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ, რომ ეს პროცესი გავაჩეროთ. ყველა ვერსია და მექანიზმი, რაც ფასების შემცირებას უზრუნველყოფს, აქტიურად მუშავდება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით ეს საკითხი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. შეიძლება რაღაც შედეგები იყოს უზრუნველყოფილი მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა შევქმნათ ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი და ამაზე მუშაობთ პარალელურ რეჟიმში, თუ საზოგადოებას წარუდგენთ ინფორმაციას, როგორც კი ეს პროექტი საბოლოოდ დამუშავდება. სასურსათო პროდუქციის მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას აპრილის ბოლომდე დაასრულებს. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლობის მიერ თბილისში, კახეთსა და ქვემო ქართლში გამოვლენილია იმ პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიან. ამ შესახებ დღეს სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. უკვე დაკავებულია 2006 წელს დაბადებული ახალგაზრდა სხვების მიმართ კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ჩემი დაცქვეშ ყოფი თავს დამნაშავე ცნობს, ძალიან ნანობს, მას არ ქონდა გააზრებული, რომ შესაძლოა მსგავსი ტიპის ხუმრობას მოყოლოდა რაიმე სამართლებრივად მძიმე მოცემულობა მისთვის. თვითონ ამბობს, ეგონა რომ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო იქნებოდა ადმინისტრაციული ჯარიმა. ტერორიზმის შესახებ სრულ შეტყობინების ფაქტზე დაგავებულია 2006 წელს დაბადებული პირი, რომელიც თავადაც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. სხვა რამდენიმე პირის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მათგან ამოღებული ელექტრონული მოწყობილობების შესწავლა, რის შემდეგაც მათ მიმართაც ინდივიდუალურად შესაბამისი სტანდარტის არსებობისას გატარდება სამართლებრივი ღონისძიებები. მუქარი შეტყობინებების ავტორები ძირითადად იყენებდნენ ვირტუალურ ქსელებს, IP მისამართების დაფარვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხმის შემცვლელ პროგრამებს. შხერგის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები, პერსონალური კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი სხვა მოწყობილობები. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად ინფორმაციის წარმომავლობისა და შინაარსისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ყველა შეტყობინებაზე დამოუკიდებლად განხორციელდა უსაფრთხოების მიზნით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაშიც კომპლექსურად მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. არც ერთ შემთხვევაში ფაქტი არ დადასტურებულა. გამოძიება ტერორიზმის შესახებ სრულ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც საჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე გააჩნია შესაბამისი თანამედროვე ტექნიკური საშუალებები ზემოთ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის. ამიტომ ვაფრთხილებთ ყველას. თითოეულ მსგავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯს მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება. 105 წელი 1921 წლის 25 თებერვლიდან დღიდან, რომელიც საქართველოსთვის ერთდროულად ტრაგიკულიცაა და ამავე დროს საამაყოც, რადგან მრავალრიცხოვან წითელ არმიას ქართულმა ჯარმა და მათ შორის იუნკერებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს და რამდენჯერმე დაახევინეს უკან. 25 თებერვალს თბილისის თავზე წითელი დროშა აფრიალდა, საქართველომ კი 70 წელით დაკარგა დამოუკიდებლობა, თუმცა არ დაკარგა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სურვილი და იმ ახალგაზრდების ხსოვნა, რომლებმაც პირველ რესპუბლიკას თავი შეწირეს. კოჯორტაბახმერის ბრძოლებში დაღუპულ იუნკერებს მარო მაყაშვილს და სამხედროებს დღეს პატივს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიაგებენ. სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე, მათ შორის საზღვარგარეთ მდებარე დიპლომატიურ მისიებზე. საბჭოთა ოკუპაციის დღეს ქვეყანა კიდევ ერთხელ იხსენებს 1921 წლის თებერვლის ტრაგიკულ მოვლენებს და მსოფლიოს ახსენებს, რომ საბჭოთა რუსეთის ოკუპაცია დასრულდა, თუმცა არა საბჭოთა რუსეთს დღესაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%. 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკულმა მოვლენამ საქართველოს ბედი 70 წლით განსაზღვრა. ქვეყანას დამოუკიდებლობა დააკარგვინა და 7 ათეული წლით საბჭოთა იმპერიის ნაწილად აქცია. რამდენიმე კვირიანი ბრძოლის მიუხედავად მე-11 არმიის წევრებმა შეძლეს და თბილისზე კონტროლი მოიპოვეს. 25 თებერვალსვე სერგო ორჯონიკიძე მოსკოვში ცნობა გააგზავნა, რომ თბილისის თავზე წითელი დროშა აფრიალდა, რაც ქვეყნის გასაბჭოებას ნიშნავდა. საბჭოთა ოკუპაციიდან დღეს 105 წელი გავიდა. თბილისის მისადგომებთან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, ვიცე-პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიაგეს. მმართველი გუნდის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საუკუნეზე მეტი ხნის წინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას სახელისუფლებო გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, რომ დამოუკიდებლობა მუდმივი მოცემულობა არ არის და 25 თებერვალი თარიღია, რომელიც კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ყოველდღიური მუშაობა. ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეძინენ საქართველოს ოკუპაციას, ისინი გმირულად იბრძოდნენ და მათ აგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია მათი გმირობისთვის პატივის მიღება, მათთვის პატივის მიღება და ეს დღე, რა თქმა უნდა, შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისთვის და ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვისთვის. კიდევ ერთხელ ჩვენი გმირები
გაზრდიან ზუსტად ამის მაგალითს და ჩვენ უნდა ვიხმოვანოთ ზუსტად ასეთი მაგალითით, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას. დამოუკიდებლობა არ არის მოცემულობა, რომელიც ერთხელ დგება და თავისთავად გრძელდება, დამოუკიდებლობას უნდა დაცვა. როგორც 105 წლის წინ უნდა დაცვა ჩვენს დამოუკიდებლობას, ასევე უნდა დღეს შეიძლება კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ დღეს დამოუკიდებლობის ხელყოფის ინსტრუმენტები კიდევ უფრო ფართო არის. ეს არ არის მარტო ხიშტი, ეს არის დღეს უკვე სიტყვა, ეს არის პროპაგანდა, ეს არის ჰიბრიდული ინსტრუმენტები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოიყენება. ისევე როგორც 105 წლის წინ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი იარაღი მტრის ხელში ეს არის მეხუთე კოლონა. ქართული სახელები და გვარებით ადამიანები, რომლებიც ატარებენ უცხო ძალების ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში. დღესაც მეხუთე კოლონა ძლავრობს და ცდილობს, რომ საქართველო დაუქვემდებაროს სხვების დღის წესრიგს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეს იუნკერების მემორიალთან იმყოფებოდნენ საკრებულოს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარეები. მათი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ქართველი პატრიოტების გმირობა უკვდავია. რა თქმა უნდა, დედაქალაქი საკრებულო თავის შემადგენლობით, თქო უნდა უერთდება ამ მნიშვნელოვან დღეს და გამოვხატავთ დიდ ღრმა პატივისცემას ამ ადამიანების მიმართ. დღეს პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, გმირთა ქმედება უკვდავია და ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და თავისუფალი. კოჯორში იმყოფებოდნენ ლელოს წევრებიც. პარტიის ლიდერის თქმით, დღესაც ყველას ამოცანა საქართველოს დამოუკიდებლობის გაფრთხილება უნდა იყოს. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იმდენი არაჩვეულებრივი პატრიოტი შეეწირა, იმდენი სისხლი დაეყვა, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა ამოცანა გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას გავუფრთხილდეთ, ვიბრძოლოთ მისი შენარჩუნებისთვის, მისი დაცვისთვის და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სისხლები, რომელიც გაიღეს ქართველებმა. ოკუპაციაზე გააკეთა აქცენტი აფხაზეთის მთავრობის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჯარაძის თქმით, ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკა უცვლელია და ოკუპაციას ხელისუფლება მშვიდობის პოლიტიკით პასუხობს. ოკუპაცია გრძელდება და ეს კიდევ უფრო მტკივნეულია, კიდევ უფრო მეტად მტკივნეულია ჩვენი დევნილი საზოგადოების მიმართ და ჩვენთვის, თუმცა ჩვენ ოკუპაციას ვპასუხობთ მშვიდობით და ვპასუხობთ განვითარებით და მე მჯერა მწამს, რომ ჩვენს აფხაზდებთან და ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, მშვიდობიან, ძლიერ საქართველოში. 25 თებერვალის საბჭოთა ოკუპაციის დღეთ 2010 წელს გამოცხადდა და ამ დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები ეშვება. დღესაც დროშები დაშვებული იყო ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. და ბოლოს რუჯერო ლეონ კავალოს საუკეთესო და ყველაზე პოპულარული ოპერა ჯამბაზების პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. დამდგმელი რეჟისორია ფედერიკო გრაცინია, დირიჟორი კი ზაზა აზმაიფარაშვილი. ორმოქმედებიან წარმოდგენაში მონაწილეობას თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი მიიღებს. ჯამბაზები ბოლოს თბილისში 20 წლის წინ თემურ ჩხეიძემ დადგა. სიყვარული, ეჭვიანობა და ღალატი, სცენა, სადაც სიყვარული ტრაგედიად იქცევა და ისტორია, რომელიც საუკუნეზე მეტია, მსოფლიო სცენებზე ცოცხლდება. ჯამბაზები რუჯერო ლეონ კავალოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დრამატული ოპერაა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მაყურებელი ამჯერად სპექტაკლის ახალ ინტერპრეტაციას იხილავს. ადრეული ვერიზმის ერთ-ერთი კლასიკური ნაწარმოებია და დიდი ემოციური დატვირთვა არის, არა მარტო ემოციური, ვოკალურიც და დიდ კონტროლს მოითხოვს ემოციებისას და დიდ ძალისხმევას. ჩემი დებიუტია კანიოს როლში, ძალიან დიდი ხანი, რა თქმა უნდა, მემზადებოდი, ფიქრობდი ამ როლისთვის. მსმენელის შესაძლებელია თუ რას როგორ გავაკეთებ და იმედი მაქვს, რომ ჩემს ასე ვთქვათ, გადაწყვეტას როლისას მოიძონებს. წლის ერთ-ერთ მთავარ საოპერო მოვლენად დასახელებული ჯამბაზები იტალიურ საოპერო ტრადიციებსა და დახვეწილ ესთეტიკას აერთიანებს. სიუჟეტი იტალიის პატარა სოფელში ვითარდება, სადაც მოხეტიალი თეატრალური დასი ჩადის. სპექტაკლში თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი მონაწილეობს. არის მოკლე პატარა ოპერა, მაგრამ ამ პატარა ოპერაში ჩადებულია ძალიან ბევრი ემოცია. სპექტაკლში იქნება უფრო ესე ვთქვათ, ხალხური ვარიანტი, სადაც აი რაც ქუჩაში, რაც ჩვენთან სახლში ხდება, ეგეთი ემოციები დატვირთული ესე იგი მუსიკით, ვოკალით და რაღაც სამსახიობო მუშაობით.
ორმოქმედებიანი ოპერა პროლოგით კომპოზიტორმა საკუთარი ლიბრეტოს მიხედვით დაწერა. მისი პრემიერა მილანში თეატრო დალვერმეში 1892 წელს ტოსკანინის დირიჟორობით შედგა. ჯამბაზებმა მსოფლიოს წამყვანი სცენები შემოიარა და დღემდე დიდი თეატრების რეპერტუარში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ჩემი როლი არის ნედა, ერთადერთი ქალის როლია ოპერაში. ძალიან ექსპრესიულია, ამავდროულად მეორე განყოფილებაში არის კომედია, რომელიც კიდე სულ სხვა მიმართულებას მოითხოვს მსახიობისგან. მხოლოდ მუსიკაზე რომ ვისაუბროთ, ეს უკვე იმდენად სრულყოფილი, ასე ვთქვათ, შედევრია. მასთან შეხება უკვე დიდი ბედნიერებაა და სიუჟეტი ისეთი ემოციური შინაარსის არის, რომ ვერ რჩები, ასე ვთქვათ, გულგრილი ამ ყველაფრის მიმართ. კომედია დასრულდა, ამ სიტყვებით სრულდება ოპერაც. ეს მთავარი გმირის ნამდვილი გულწრფელი მარცხია, სადაც სპექტაკლი და რეალური ცხოვრება ერთდროულად სრულდება. რუჯერო ლეონ კავალოს ჯამბაზების პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 26 თებერვალს გაიმართება. ასეთი იყო დღევანდელი დღე 25 თებერვალი და კურიერი 9 საათზე. არჩით რუსთავი 2-ზე დღის და კვირის მთავარ პოლიტიკურ თემებზე საუბარი ნინო შუბლაძის ღამის კურიერში გაგრძელდება. ჩვენ კი დღეს ამ თვალს ვფლობთ მუშაობას, ხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის.